მოგესალმებით ჩემო მაყურებლებო. მართალია დიდი ხანია არ გამოუჩენილ და არ დამიდია ვიდეოები, მაგრამ ამ ყველაფერს თავისი მიზეზი ქონდა, რის ახსნასაც ვიდეოში არ დავიწყებ. საბედნიეროდ დავბრუნდი და შევეცდები განახოთ ისევ თბილისის გარემო, ისე როგორც ჩვენ ვხედავთ. რა თქმა უნდა, ახალი წლების პერიოდია და ქალაქში ძალიან ბევრი ქაოსი არის, არეული მოძრაობა, გადატვირთული გზები თუ ბევრი სხვა რამ. მაგრამ მაინც შევეცდები ისევ თბილისის ქუჩებში ვიმოძრაო და შემოგთავაზოთ კარგი ვიდეოები. ამასთან ერთად მაქვს ორი სიახლე. ჩემი მოპედი, რომელიც მყავდა ფასინო, ჩავანაცვლე და ახლა მყავს Yamaha Razr Street Rally. არ მგონია დიდი სხვაობა მომცეს კომფორტში. შევეცდები ვიმუშაო ახალ ტრანსპორტთან ერთად, უსაფრთხოდ და კარგად. რაც შეეხება მეორე სიახლეს, ეს არის კომპანია, სადაც მინდა გამოვცადო ჩემი თავი. აქამდე ვმუშაობდი Wolt-ში, Wolt-ის წინ Glovo-ში. ახლა რატომღაც მომინდა რომ გამომეცადა თუ როგორია მუშაობა Bolt-ის საკურიერო სფეროში. და შესაბამისად შევეცდები გამოვიყენო მაქსიმალურად ჩემი შესაძლებლობები და სიფრთხილე ქალაქში მოძრაობის დროს. თქვენ კი მადლობა, ვინც ყოველთვის ჩემს გვერდში იყავით, უყურებდით ჩემს ვიდეოებს და მკითხულობდით თუ რა მიზეზებიდან გამომდინარე ვერდებდი ვიდეოებს. მადლობა, მართლა მიხარია. ახლა კი შევეცდები შემოგთავაზოთ ახალი ვიდეოები, რა თქმა უნდა, უფრო მეტი შემართებით. საკმაოდ სუსხიანი ამინდებია. დღეს კარგი ის არის, რომ ზე მაინც ანათებს და დიდად არ იგრძნობა ყინვა. რა თქმა უნდა, ხელთათმანებით მოძრაობ, უბრალოდ ის გასაკეთებელი საჭესთან დასამაგრებელი ჯერჯერობით არ მაქვს ველოდები და ასევე მაქვს გამოწერილი საჭეზე დასამაგრებელი გათბობა, რაცაც დავტესტავ, ოღონდ ჯერ არ ვიცი რამდენი ხანი დასჭირდება მის ჩამოსვლას. ამ ეტაპზე მაინც მუშაობ ხელთათმანების დახმარებით. გამარჯობა. შეკვეთაზე ვარ. შეკვეთაზე. ხელთათმანები უნდა გავიკეთო, თორე ძალიან ყინავს. ჯერჯერობით ეს მეხმარება, რომ დავამარცხო ყინვა. მთელი დღის განმავლობაში ყველგან საცობებია. ჯერჯერობით არც ის საჭირო აქსესუარები არ მაქვს, რაც წინა მოპედზე მეყენა, მაგალითად USB დამტენი, რომელიც აკუმულატორზე მქონდა დამაგრებული. უბრალოდ სანამ ყველაფერი მექნება, მომიწევს ელემენტის დაზოგვა ვიდეოს ჩაწერისას. Powerbank-ი კი და მოქვს, მაგრამ ვერ ვიქნები მაგის იმედზე. გვინდა Basic-ის ბიზნეს ცენტრი. ეს მოპედიც საკმაოდ კომფორტულია, როგორ თქვი? რაგვარისგან ზიგარი ვიჟე? მანევრირების დროს. მაგრამ ცოტა სკამი არის რაღაცა უხეში. შეიძლება იამაზე გადასვლის დროს თვითონ ამორტიზატორს არ ქონდეს უხეში, მაგრამ სკამი აგაგრებს ზემოთ. მაგრამ ძალიან კმაყოფილი ვარ. პირველადი აპკატკა გავატარე და ეხლა მეორეს გავდივარ. და მე ერთი სული მაქვს მოძრაო თავისუფლად, რაც რა თქმა უნდა დიდ ცხოვრებას გვაძლევს დროში. ასადარია. მედია აქ არ დავატოვებინებენ რა. გამარჯობა. შეკვეთა მოვიტანე აი ბიზნეს ცენტრთან ვარ შესასვლელში. გამარჯობა. ზემოთ მესამეზე მიწევს ასვლა. ვერ მოვიხსნი რა.
ანუ რო ჩამოხვიდეთ თუ შეგიძლიათ რა, უნდა დავტოვოა ყველაფერი და ისე ვარ. როგორ? გესმით? ნუ ჩამოვა სავარაუდოდ. ესეთი უაზრობებიც არის რა. ზამთარში შეკრული ხარ, შეფუთული ხარ, იქ რაღაცა ბოდიში და წყლინტი გზდის რო სახე დაფარო ბალაკლავაში და არა. გამარჯობა ხო? ებრალად მერჩი. და ჩაფხუტი მოიხსენი, გაიკეთე. კი, რაღაცა ხრივ კაია რომ რაღაცა საკონტროლებენ და უსაფრთხოება, მაგრამ ზამთარში მაინც გაითვალისწინონ ის ფაქტი, რომ კურიერია და არა ვიღაცა უბრალოდ ბაიკერი. აქ კიდე ამასლა ჩამოსვლებს მიაქვს ძალიან დიდი დრო. აქედან მერჩევნია ავიდე. ნუცებს საშუპინგოდ შემოვედი შემთხვევით. ანათებული არის ლამაზად. ეს რა დაზოგეს ცოტა წაივარჯიშეო. გამარჯობა. შეკვეთ. არ ვარ დამასწრებული. კარგად. იქ რაღაცები დაუმატებიათ სივრს. Dun. Bro, what happened? გამარჯობა. İkimizin de değişmişler. ეხლა ვარ ავერსთან დააქვიყო თუ? კარგით. მოკლედ მეგობრებო, ეხლა დავტოვე მე-6-ე შეკვეთა. 12 საათიდან ვარ გამოსული, ეხლა არის 3:20 წუთი. და 2 საათს და 20 წუთში გამოვიმუშავე 50 ლარი და პლუს 3 ლარი არის ტიპი. უბრალოდ შეკვეთებმა მალოდინა, დანარჩენი დღის რიტმში ნორმალურად მიდის წესით. ეხლა შემოსული მაქვს ერთი შეკვეთა, რომელიც უნდა ავიღო და დავტოვო სვანეთის უბნის მიმართულებით. ყველაფერი ნორმალურად მიდის. ერთი ის არის, რომ ცოტა ცივა. ნახოთ როგორ გაგრძელდება დღე. ძალიან მაინტერესებს თუ როგორი იქნება 5 საათიანი შედეგი და შევადარე Bolt-ის და Bolt-ის პროგრამის მუშაობას. ცოტა გადავეჩვიე. დიდი ხანია არ ყოფილვარ აქეთ და ნუ რა თქმა უნდა ყოველ დღე განსხვავებული მოძრაობაა ქალაქში. შეიძლება ჩემი ვიდეოებიდან ყველა ვიდეოს ერთი სახე კონდეს, მაგრამ სანახაობრივად თქვენს დამეთანხმებით, რომ ყოველი ვიდეო განსხვავდება თავისი სიტუაციებიდან გამომდინარე. ჩემი რჩევა იქნება, ვინც დამწყები კურიერია ან ვისაც აქვს უკვე გამოცდილება, მაინც ვიყოთ ფრთხილად, რადგან ეხლა ყინვები არის წამოსული, გზები ყოველთვის გაყინულია და მარტივი მანევრითაც შეიძლება წაგვექცეს ტრანსპორტი. ნუ უნდა მოვერიდოთ უხეშ დაძვრებსაც და მანქანებს შორის უხეშ მოძრაობასაც. რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი ჩვენი კეთილდღეობისთვის. ეკიპირება არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ თბილად ხარ, მაშინ გაქვს კომფორტიც და მუშაობაც იდეალურად მიგდის. თუ იყინები კიდე სამწუხაროდ, ეგეთ დროს მუშაობის სურვილიც გეკარგება და მოტივაციაც. ამ პროგრამას, რასაც უყურებ, ტარიფებს დაბალს არ წერს, მაგრამ ობიექტთან მისვლაზე გჭირდება დრო
ან ობიექტი გაოდინებს თვითონ, რაც საშუალო საათში 2 ან 3 შეკვეთის დატოვების საშუალებას გაძლევს. შესაბამისად, 2-3 შეკვეთაში თუ ტარიფი 5-6 ლარია, რა თქმა უნდა, საათობრივად საშუალო გამომუშავება 15-18 ლარია. მე მინიმუმ 20 ლარს ნელა ბავშვი. სად გამოხდა? მე მინიმუმ 20 ლარს ვაწერინებდი ხოლმე ვოლტის აპლიკაციაში და შევეცდები აქაც არანაკლები დავაწერინო. გამარჯობა, შეკვეთა. მადლობა, კარგად. ნუ პლუს ჩემთვის დაბრკოლება ის არის, რომ 40-50-ზე მეტით ფიზიკურად არ შემიძლია სიარული, რადგან ძრავზე ზეთი შეცვლა მომიწევს. ესე არის რაღაც ჩიხი და იმედია შეუძლებ გასვლას. ორე მომიწევდა ძალიან დიდი წვის შემორტყმა. აი მანქანით კიდე ესეთ ადგილებში საკმაოდ რთულია გასვლა. მანქანაზე გამახსენდა ბოლოს შევეცადე რომ გადამეღო ვიდეო, სადაც ვიმოძრავებდი ღამე და სამწუხაროდ ღამე მოძრაობაც საკმაოდ სახიფათოა. 1-4 შემთხვევა შემხვდა გზა და მე-5 უმნიშვნელო, მაგრამ მაინც შემთხვევა მომივიდა მე. ამიტომ ყოველთვის ყურადღებით უნდა ვიყოთ და ნებისმიერი მიმართულებით უნდა გქონდეს თვალები. მწვანე გვაქვს, წითელი გვაქვს, ყვითელი გვაქვს. ყველა მხრიდან უნდა ვიყოთ ყურადღებით. ვისაც არ გაქვთ ნანახი, როგორია მანქანით მუშაობა, ოღონდ ეს არის დაახლოებით თვენახევრის წინანდელი ვიდეო, თუ მეტი არა. აი, კიდე პატარა ჩიხით უნდა გავიდე და შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს ლინკი აღწერაში იქნება. ასევე აღწერაში იქნება ჩემი დონაციის ლინკი. ვისაც გსურთ, რომ გვერდში დამიდგეთ არხის განვითარებაში, მაქვს პატარა მიზნები, რითაც ჩემივე ფინანსებით მხოლოდ დიდხანს ვერ გაუმკლავდები და ეს სად მოვედი? იმედია გავალ აქედან. გზა აქ მაჩვენებს რეალურად და მოხვდი ჩიხში. ესეთ რაღაცეებსაც უნდა ველოდეთ, რა თქმა უნდა. დაურეკავობა. გამარჯობა. შეკვეთა მოვიტან. საიდანაც შეუყვია მაგუჩას ამოუყევი და მაგუჩაზე გავხდები ორი გამოსასწორო. კიბეებზე ამოვიდე? არა. უკა ამი წვალე, კაი მე ჩამოვარ მან. ვიდი ამ ჩინგის გამოვიტან მეცვივი და. კარგით. აი ერთი ზღვის გადაცურვა არ გვიწევს მე მგონი, თორე დანარჩენი სახმელთო ყველა ხიფათი გვხვდება. ნუ ხანდახან ჯობია შორი გზით მოვიაროთ. გამომარჯოთ. გემრიელად მის. არა უშავს ავოდი. კარგათო. გაიხარე. მაგრამ თავგადასავლებიც კაია. თუ კარგ ხასიათზე ხარ. არხის განვითარებაზე საუბრობდი. ნუ მინდა ცოტა მეტი დრო დავუთმო, მაგრამ ორივე ერთად რა თქმა უნდა რთულია. დისტოლიც. ავიღოთ საბურთალოს მხარე მაწყობს. კიბეები დამღლელია თან ჩაფხუჩი. ნიღაბში და ყველაფერში ერთად. ხა მის ჩამოგდება. Ჩვიდმეტ წუთს მიწერს მისვლაში ან მისვლის დროს. ანუ 17 წუთში უნდა მივიდე. ნუ მე შევეცდები მაქსიმალური 50 სიჩქარით
მივიდე 17 წუთში. ნახოთ გზარის საშუალებას მომცემს. ოახ, ჩემი. შემაშინა ამ პატარა დიდგულად აღმა. ნუ აქ როგორც ყოველთვის საცობები იყო, არის და იქნება ჯერ კიდევ კაი ხანი ალბათ. ამასობაში მეც მოვედი ვენდისთან. ნუ 12 წუთი დამჭირდა ამ სიჩქარით. მაგრამ შეკვეთა ჯერ არ არის მზად და მომიწევს დაველოდო. ძალიან მომწონს. ვიზუალურადაც და მანევრირებითაც. ნუ რა თქმა უნდა ფასინოს და Razer-ს ერთი სისტემა აქვს ძრავიც, დისკებიც, ბორბლებიც, მუხრუჭებიც, მაგრამ ვიზუალში არის ეს უფრო რალი სტილი და ის იყო რეტრო სტილი. ნუ თუ გინდათ რჩევა და რეკომენდაცია, ვისაც რეტრო სტილი გაინტერესებს და მოგწონს ცოტა ბიუჯეტურ ფასინო იდეალურია მაგისთვის. ვისაც კიდე ცოტა უხეში და აგრესიული ვიზუალის მქონე მოპედი გინდათ, ესეც ძალიან მაგარია. ნუ შემდეგ არის TVS-ი მაგალითად, ასევე Honda, მაგრამ ჩემთვის მაინც წამყვანი Yamaha არის. ნუ 5 წუთიო მითხრეს, მაგრამ დიდი ხანია კიდევ დგავარ. ჩემია სავარაუდოდ. დოვა. მოდი ხელთათმანის გარეშე გავალ. ამ შეკვეთას რო ეხა დრო არ დავკარგო. ძალიან გამეყინა ხელები. ნუ შეეცადეთ, ვისაც არ გაქვთ საჭეზე ჩამოსაცმელი ხელთათმანები, ისე მაინც გაიკეთოთ. რადგან ესე ძალიან საშინელებაა. ნუ ესეთ სიტუაციაში მუშაობასთან ერთად ვიდეოს გადაღება ცოტა რთულია და მაქსიმალურად შევეცდები, რომ კარგი ვიდეოები შემოგთავაზოთ. ასევე არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. მადლობა ვინც დარჩით ჩემს გვერდით. სავარაუდოდ იქეთ არის პირველი. აი პირველი სადაროს. 2 3 1 აქ ინტერკომი არ აქვს. ეს შენობა არ არის აშკარად. გვერდითა შენობა ყოფილა ეს 33-31-ია. გამარჯობა. კოდი მაქვს, ჩავწერე. მე როეზე მივდივარ მე. თქვენ? კარგად. ფრის. წესით ეს არის არა წერია. აი. იო. გამარჯობა. პოკემონი ეს არის? შეკვეთა. ბოლტ. მადლობა. უნდა წავიდე ვაკეში ფალიაშვილზე. ჩემი აზრით ჯობია ვაჟადან წავიდე, რადგან ბოლოში არის ფალიაშვილის და შემდეგ ბაგები თავიდე. ეს ხალხი მართლა არ იყურება სარკეში რა. გამარჯობა. თქვენი შეკვეთა. გებრიელად მისთ. სასიბრამას დაესწრებინე ჯამს გეჩქარები და სულაც იყავით. გამარჯობა. შეკვეთა ეს არის? მადლობა. ესეც მიგვაქვს ვაკეში. მე-18 სართული. ეს ლიფტი მაგრად მომწონს. გარეთ რო ჩანს ყველაფერი, რაღაც ატრაქციონის შეგრძნება აქვს. ვა. ოკეი, დაჟე ფორჩი გავიჩიტეთ. გამარჯობა. არაფერს. ორა. აგერ დავითრიე ერთი ბაითი. პროსტა.
რავი. მოგარი ხედია ის. აქეთაც უყურებ და ზემოთაც. აი დიზაინს კი შევქმნიდი. ინდისის შეკვეთა შემომივიდა ისევ და ჯერ არ არის მზად. წავიდა. I hate gravity. ვენდისის ამ შეკვეთას ერთი 20 წუთი ველოდე დაახლოებით რა. რომელიც მიმაქ აქვე უბრალოდ ჩავერთე და დაახლოებით 1 საათი დამრჩა რომ შემდეგ გავჩერდე, თორე ვეღარ მუშაობ. ტელეფონიც დამიჯდა, კამერაც მიჯდება და ვერ ვახერხებ ნორმალურად ვიდეოს გადაღებას. გამარჯობა, ვენდისი თქვენ გამოიძახეთ? კი. ველოდებოდი 1-20 წუთი და რაღაცა ვერ აწყეს დროულად. ეს და ესეც გემრიელად მერჩით. კარგად. გამარჯობა. შოკირებული ვარ. მუშაობის დროს საკმაოდ თბილად უნდა გეცვათ. მარტო ხელების დაფარვა არ არის საკმარისი. ეხლა პირადად მემაცვია 3 შარვალი, 4 მაისური და 3 ნასკი. ამიტომ ერთი 3 ზომი დიდი ფეხსაცმელი დაგჭირდებათ. ნუ არა ვხუმრობ, მაგრამ თერმული ელასტიკი და მაისური საჭირო არის აუცილებლად. იმიტომ რომ რაც არ უნდა ბევრი ჩავიცვათ, მაინც შეგწივდება. და ფეხები უნდა გქონდეს თბილად. Hi, it's your order. Enjoy. Thank you. Goodbye. Have a good day. მოკლედ მეგობრებო, ესეთი იყო დღევანდელი მუშაობა. 5 საათის განმავლობაში დავტოვე 14 შეკვეთა და გამოვიმუშავე 112 ლარი, საიდანაც 3 ლარი არის ტიპი. საკმაოდ ნორმალური ტარიფებით იყო შეკვეთები, უბრალოდ ობიექტებთან მიწევდა ყოველთვის ლოდინი. 1-2 შეკვეთას დაახლოებით 20 წუთი მაინც ველოდე. აქედან გამომდინარე, მუშაობის ტარიფები ნორმალურია, უბრალოდ ობიექტებთან ლოდინს მიაქვს დრო. იმედია მოგეწონათ ჩემი ვიდეო. ვიცი რომ გაგიხარდებოდათ ჩემი დაბრუნება. მადლობა კიდევ ერთხელ ჩემ გამომწერებს და არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება და არხის გამოწერა, რაც ჩემთვის ძალიან დიდი мотиваცია არის. შევეცდები შემოგთავაზოთ კარგი ვიდეოები, განსხვავებული სიტუაციებით და განსხვავებული ჩელენჯებით. ვისაც გსურთ ჩემი გვერდში დგომა და მხარდაჭერა არხის განვითარებისთვის, დონაციის ლინკი აღწერაში იქნება და მადლობა ყველაფრისთვის. მე კი ამით დაგემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე დროებით.